კიდევ ერთი ამბავი. კი ბატონო. Mac Happy Days საქველმოქმედო კამპანია გრძელდება. McDonald's-მა ასოციაცია ანიკას აღსაზრდელებს ამჯერად სენსორული ოთახი მოუწყო. კომპანია ასოციაციის ცენტრს ეწვია და ბავშვებს მათთვის საყვარელი Happy Meal-ებით გაუმასპინძლდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სენსორული ოთახი ყველა საჭირო ნივთითაა აღჭურვილი, რაც პატარებს მოტორული და გონებრივი უნარების განვითარებაში დაეხმარება. უფრო მეტ სამ სიახლის შესახებ ელენე მირიანაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ სწორედ ახლა. McDonald's-ი Mac Happy Days საქველმოქმედო კამპანიას განაგრძობს. კომპანიამ ასოციაცია ანიკას აღსაზრდელებს სენსორული ოთახი მოუწყო. McDonald's საქართველოს ასოციაციის ცენტრს ეწვია, ბავშვებს მათთვის საყვარელი Happy Meal-ებით გაუმასპინძლდა და პატარებს კიდევ ერთი დაუვიწყარი მოგონება აჩუქა. სივრცე იმ ბავშვებს გაუწევს დახმარებას, რომლებსაც მოტორული და გონებრივი უნარების განვითარების შეფერხება აქვთ. McDonald's-ისთვის ბავშვებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ მათ დახმარებას სხვადასხვა გზით, დღეების გალამაზებას და ღიმილის მინიჭებას. ჩვენ უკვე მრავალი წელია Mac Happy Days საქველმოქმედო კამპანიას ვახორციელებთ, რომლის მიზანიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ჩვენი მხარდაჭერით გადამზადდნენ თერაპევტები, რაც ანიკას საშუალებას აძლევს, რომ მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა 80-დან 150-მდე გაზარდონ. Mac-ი ბუნებრივია მომავალშიც გააგრძელებს ამ კეთილ საქმეს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტია. McDonald's საქართველოსა და ასოციაცია ანიკას ერთობლივი კამპანიით მოწყობილი სივრცე სრულად აღიჭურვა ყველა საჭირო ნივთით. ბავშვებს დახვდებათ როგორც ვიზუალური, ასევე აუდიალური სენსორები. ეს ყველაფერი მათ სწორ განვითარებას ადრეულ ასაკშივე შეუწყობს ხელს. სენსორული ინტეგრაცია ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში, თუნდაც ვიზუალური სენსორები, მათ შორის ბუშტები, განათებები, აუდიალური სენსორები, ეს იქნება მუსიკალური საკრავები, საქანელები და იმის მიხედვით თუ რა ჭირდება ბავშვს, რა დოზით ჭირდება ის სენსორული სტიმულები, ამას მიაწოდებს სპეციალისტი. ასოციაცია ანიკა მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან 1997 წლიდან მუშაობს. ცენტრის მუშაობის პროცესში ჩართულია სპეციალისტთა გუნდი. მშობლების აქტიური მონაწილეობით კი თითოეულ ბავშვთან მუშაობა ინდივიდუალური გეგმით მიმდინარეობს. ეს პროგრამა ხელს უწყობს და ეხმარება ბავშვს ადრეულ ასაკშივე სწორი მიმართულებით მოხდეს მათი განვითარება, ჩართულობა სოციალურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს შემდგომ რომ აღარ განვითარდეს შეზღუდული შესაძლებლობა. McDonald's საქართველოს მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ძალიან ღირებულია ჩვენთვის ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ ბავშვთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რადგან ჩვენ სპეციალისტების რაოდენობასაც გავზრდით. Mac Happy Day McDonald's-ის გლობალური საქველმოქმედო ინიციატივაა, რომელიც საქართველოში წლებია წარმატებით ხორციელდება. კამპანიის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა, მათთვის განათლების, თერაპიული სერვისებისა და განვითარების შესაძლებლობების გაზრდა.